ის მაჟორიტარები, რომლებიც კალბატონიანომ დაასახელა პარტიულების და როგორც მაჟორიტარს, შესაბამისად ამ ოლქში გვაქვს მხოლოდ განსაკუთრებით ეს არ მოპარაკუთრო. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ ბატონ ჯონდის ჩვენი პარტია მხარს დაუჭერს ამ არჩევნებზე როგორც მაჟორიტარობის კანდიდატს. ის კენჭსიყრის საბურთალოს ნომერ 4 ოლქში. ეს არის დიდი დიღომი, სოფელი დიღომი, ვაშლი ჯვარი და ვეძისი გაერთიანებული და მე ვიცი ძალიან კარგად, რომ მას ძალიან დიდი ავტორიტეტი აქვს ბევრ ადგილზე ძალიან და განსაკუთრებით ამ ოლქში და სრულიად დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ამ მომრჩეველი მას აქტიურად დაუჭერს მხარს. ჩვენ გარკვეული პერიოდის განმავლობაში პრაქტიკულად ადგილობრივი არჩევნების შემდეგ ძალიან ინტენსიურად თანამშრომლობდით ბატონ ჯონდისთან და ქართულ დასთან მთელ რიგ საკითხებში არის ძალიან სერიოზული თანხვედრა და მე მოხარული ვარ რომ ბატონი ჯონდი და მისი თანაპარტიელები აქტიურად უჭერენ მხარს საქართველოს უბლოკო სტატუსის გამოცხადებას მთელ რიგ საპროგრამო დოკუმენტებში ჩვენი ხედვები ემთხვევა ერთმანეთს და ჩვენ ვთანხმდებით იმასთან დაკავშირებით და ბუნებრივია ჩემი პარტიულ აქტივს უკვე მიღებული აქვს ეს დავალება რომ საბურთალოს ნომერ 4 ოლქში ჩვენ მხარს დაუჭერთ ბატონ ჯონდის და ასევე ცხადია რომ ჩვენ მოხარული ვართ რომ ის და მისი თანაგუნდელებიც ასევე ბუნებრივია ჩვენ დაგვიჭერენ მხარს. მე უნდა ხაზი გაუსვა იმას რომ ამ ეტაპზე ეს არ არის ბლოკი, ანუ ჩვენი პარტიები არ გამოდიან ერთ ბლოკში, თქვენ იცით რომ ბატონ ჯონდის პარტია, ასე ვთქვათ, ცალკე არის დარეგისტრირებული, მაგრამ ამის დამიუხედავად ვფიქრობ, რომ თანამშრომლობის ძალიან კარგი მაგალითია ეს. ჩვენ არ დაგვიყენებია კანდიდატურა საბურთალოს 4 ოლქში, იმიტომ რომ ვთანხმდებოდით ყველანი პარტიაში, რომ ბატონ ჯონდისთვის უნდა დაგვეჭირა მხარი და შესაბამისად ეს გადაწყვეტილება ბოლომდე იქნება ბუნებრივია მიყვანილი და ჩვენ ვითანამშრომლებთ ერთად ამ არჩევნების დროს. ახლა ბატონ ჯონდი იტყვის რამდენიმე სიტყვა. დიდი მადლობა. დიდი მადლობა ქალბატონინო. მე იმისთვის რომ არეულობა არ შევიდეს გამორჩეულის გარკვეულობის მიზნით კიდევ ერთხელ გავიმეორებ რომ ჩვენ ბლოკი არ შეგვიქმნია. მონაწილეობთ არჩევნებში ცალ-ცალკე. ქალბატონ ნინო არის გამორჩეული ლიდერი და მის მხარდაჭერა ჩემთვის მაჟორიტარულ ოლქში ნომერ 4 საარჩევნო ოლქში სოფელ დიღომი, დიდი დიღომი, ვაშლი ჯვარი და ვეძიში აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. მე მადლობა მინდა ქალბატონ ნინოს გადავუხადო, მადლობა მინდა მთელ აქტივს გადავუხადო, იმიტომ რომ ისე სხვა ლიდერების მომხრე იყვნენ ამ მხარდაჭერის. შესაბამისად, ქართული დასის აქტივი მხარს დაუჭერს პროპორციულ ნაწილში ქალბატონ ნინოს და ამის შესახებ ინსტრუქციას და დავალებებს ქართული დასის აქტივი დღესვე მიიღებს. სულ დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ესეთი მხარდაჭერის. მადლობა ბატონო ჯონდი, კიდევ ერთხელ მეც ვადასტურებ იმას, რომ ჩვენი საბურთალოს 4 ოლქში ყოფი ყველა მხარდამჭერი რა თქმა უნდა მაჟორიტარულ არჩევნებში მხარს დაუჭერს ბატონ ჯონდის, აქტივიც იმუშავებს მის მხარდასაჭერად და მადლობა მინდა ბატონ ჯონდის ამ წინადადებისათვის გადავუხადო და წინასწარ ვუხდი მადლობას ქართული დასის აქტივისტებს ყველგან მთელ საქართველოში, რომელიც პარტიული ნიშნით დაუჭერენ ჩვენს ბლოკს ნინო ბურჯანაძე დემოკრატიულ მოძრაობას და პარტიული ნიშნით შემოხაზავენ სამ ნომერს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მე ვფიქრობ რომ ჩვენ ნამდვილად კარგ შედეგს მივიღებთ და მე ვთვლი რომ ბატონი ჯონდი საჭიროა საქართველოს პარლამენტში და იმედი მაქვს რომ ჩვენ პარლამენტში ძალიან აქტიურად ვითანამშრომლებთ. დიდი მადლობა და წარმატებები.